მშენებლობა რამდენადაც რთულია, იმდენად მარტივია, თუ თანმიმდევრულად გავყვებით ამ სირთულეების შესწავლას და ამოცანების შესრულებას. ეს არის ორსართულიანი სახლის წერტილოვანი ფუნდამენტის შემავსებელი ბეტონით დახურვის პროცესის იმიტაცია. როდესაც მოხდა წერტილოვანი ფუნდამენტის რანდკოჭებით შეკვრა, შემდგომ მოხდა მიწის ჩაყრა და ატკეპნა და ახლა მიმდინარეობს ამ ზედაპირის არმირების შემდგომ კი ის შეივსება ბეტონით და ფაქტიურად ფუნდამენტი იქნება დახურული. ფუნდამენტის სამუშაოები მრავალფუნქციური და მრავალსაფეხურიანია. კონკრეტულად ამ ფუნდამენტში გათვალისწინებულია საკანალიზაციო ჭაცი. ფუნდამენტის შემავსებელი ბეტონი ჩვენ უკვე შეგვიძლია შემდგომ გამოვიყენოთ პირველი სართულის იატაკად. ეს არის უკვე შევსება დახურვის პროცესი. შემდგომი ეტაპი ეს არის მზიდი სვეტების არმირება და ბეტონის ჩასხმა. შემდგომ აუცილებლად საჭირო კომუნიკაციების დაფიქსირება, ჩამონტაჟება და კარის ღიობების, ანუ კარის ნიშნულების დაფიქსირება. შემდგომი ეტაპი იქნება უკვე კედლების ამოყვანა და აქვე უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ, რომ კედლების ამოყვანის პროცესი ყოველთვის ჯობია იყოს კოლონების ამოყვანის შემდგომ, რადგან ამას ვამბობ ჩემი პრაქტიკული გამოცდილებით, ორივე შემთხვევაში მაქვს აშენებული კოლონების შემდგომაც და კოლონებამდეც შემდგომ კოლონების ჩასხმით. უფრო საიმედო, უფრო მტკიცე და მოსახერხებელი გამოდგა, რა თქმა უნდა, ჩემი პრაქტიკით, ჯერ კოლონის ჩასხმა, შემდგომ კედლების ამოყვანა ბლოკითან აგურით და ამის შემდგომ უკვე მისი შემაკავშირებელი შემკვრელი ქამრის ჩასხმა, რომლის არმირებასაც ხედავთ ახლა თქვენ ვიდეოში. აქ არის ორი ძალიან დადებითი პროცესი. ეს არის პირველი, რიგელის ქვედა ყალიბად ვიყენებთ უკვე აშენებულ კედელს, ხოლო მეორე ეს არის თვითონ რიგელი მჭიდრო კავშირში დგება კედელთან, რაც შემდგომში გვიცავს ბზარებისაგან და სხვადასხვა მოსალოდნელი დეფექტებისაგან. მე მშენებელი სულხან-საბა ვარ და გიზიარებ ჩემს სამშენებლო თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას. ჩემ შრომით საქმიანობაში მშენებლობა არის პირველ ადგილზე, ყოველდღიურად გრძელდება სწავლის პროცესი, გრძელდება მშენებლობის პრაქტიკული სამუშაოები და მაქსიმალურად ვცდილობ ის გამოცდილება, რასაც ვიღებ დრო და დრო, პერიოდულად გაგიზიაროთ, უანგაროთ. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს მეორე სართულის არმირება, გადახურვის ფილის და ბეტონით შევსება. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ასე თანმიმდევრულად გავყვებით ყველა ეტაპს, მშენებლობა იქნება ძალიან ადვილი და საინტერესო. უყურეთ ვიდეოს ბოლომდე, დატკბით ამ საინტერესო პროცესით, გააზიარეთ ვიდეო, გაუზიარეთ მეგობრებს, ახლობლებს, იმ ადამიანებს, ვისაც სურს მშენებლობის შესწავლა, მშენებლობის განხორციელება და ასე შემდეგ. ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი YouTube არხი Construction SST ან Construction News, სადაც უფრო მეტ სიახლეებს ნახავთ და მეტ საინტერესო ვიდეოებს მშენებლობის შესახებ.